შინაგან საქმეთა სამინისტრო ჯერჯერობით ოფიციალურად ვერ ადასტურებს ინფორმაციას, რომ ხელბურკილი დაადეს ახალგაზრდა ქალს, რომელსაც ედავებიან მისი მომავალი მეუღლის და ახალგაზრდა ქალის ორი ადამიანის დაჭრას. რაც შეეხება უშუალოდ შემთხვევას, ადგილობრივები იხსენებენ გუშინდელ დღეს და ამბობენ, რომ ფაქტი, რაც აქ განვითარდა ლესელიძის ქუჩაზე იყო საზარელი. დაახლოებით 1 საათის განმავლობაში თვალყურს ადევნებდნენ ადგილობრივები აქ მიმდინარე პროცესებს, როგორც თვითმხილველები გვიყვებიან, მათ გაიგონეს ყვირილის ხმები ამ კორპუსის მე-7 სართულზე, ახალგაზრდა ქალი მის თანახმლებ პირთან ერთად, შუახნის ქალბატონთან ერთად, ერთ-ერთ ბინაში იყო მიბარძნილი, ის ყვიროდა უშვერი სიტყვებით, აკაკუნებდა კარზე და მოგვიანებით მათ გაიგონეს ახალგაზრდა მამაკაცის ყვირილის ხმა, რომელიც დაჭრილ მდგომარეობაში გამორბოდა ბინიდან, ის ითხოვდა შველას, მას დიოდა სისხლი და მოგვიანებით ის დაინახა ყველამ ადგილობრივმა, როგორც ჩამოირბინა კორპუსის 7-ვე სართული, 7-ვე სართულზე, მინდა გითხრათ, რომ ახლა სისხლის კვალია მთელ 7 სართულიან კორპუსში, ყველა სართულზე პრაქტიკულად სისხლის კვალია და ასევე სისხლის კვალი რჩება ეზოშიც, სადაც ახალგაზრდა მამაკაცი იყო ბოლოს აქ ჩამოსული, აქ ითხოვდა ის შველას და მან სავარაუდოდ საკუთარი ავტომობილით გადაინაცვლა მოგვიანებით კლინიკაში. კორპუსის მე-7 სართულზე ამ დროს იმყოფებოდა კიდევ ერთი დაჭრილი ახალგაზრდა ქალი, რომელიც იყო თანხმლები დაჭრილი მამაკაცის. რაც შეეხება მოტივს, როგორც ადგილობრივები გვეუბნებიან, ახალგაზრდა წყვილს მე-7 სართულზე ლესელიძის ქუჩაზე ნაქირავები ჰქონდა ბინა და როგორც ადგილობრივებისთვის არის ცნობილი, ახალგაზრდები, რომლებიც 2 დღეში ოჯახდებოდნენ, 2 დღეში ჰქონდათ მათ ქორწილი, გადმოდიოდნენ საცხოვრებლად სწორედ ამ ბინაში. თუმცა მოგვიანებით პატარზალმა შეიტყო იმის შესახებ, რომ მას ღალატობდა მომავალი მეუღლე და ის თანხმლებ პირთან ერთად მოვიდა სწორედ მე-7 სართულზე დანით შეიარაღებული და თავს დაესხა მის მომავალ მეუღლეს და თანხმლებ ქალბატონს. ქალბატონი მუცლის არეშია დაჭრილი, რაც შეეხება კაცს, მას არტერიები აქვს გადაჭრილი და ორივე მათგანი ახლა ამ წუთებში ჯეო ჰოსპიტალსის კლინიკაში გადის მკურნალობას. გავიგონეთ ხმები გარედან გააღით კარები და ძალიან არაეთიკური სიტყვებით ყვიროდა, რომ გააღე კარები. ქალბატონი ახალგაზრდა? ქალები ყვიროდნენ, 2 ქალი იყო. გამოვხედეთ და 2 ქალი იყო. ხო და მე საბოლოოდ გააღეს, როგორც იქნა, არ აღებდნენ კარებს და რო გააღეს, მალევე გამოიქცა ახალგაზრდა ბიჭი. ეს ხელი ქონდა დაჭრილი, ხო და ეს სისხლი ხო წდიოდა ესე. მოვიდა აქ, იმას ვერ დაელოდა, ცოტა ხანი იყო, ლიფტს ვერ დაელოდა და კიბეებით ჩავიდა ქვევით და მთელი ეს სისხლები მაგისია. ბინაში ყოფილა გოგო, როგორც ვიცით. მასაც მიაყენეს დაზიანებულს? კიო გვერდზე აქვსო, დაჭრილობა. ხო, მუცელშია დაჭრილი. Девушка ударил ножом. დროებით ქონია ნაქირავები ამ გოგოს საქმროს ამ კორპუსში ბინა და აყვანილი ყავდა ვიღაც სხვა ქალი. არ ვიცი ამას საიდან გაუგია, მიუვარდა და დანით დაჩეხა ორივე ეჭვიანობის ნიადაგზე. 2 დღეში ქორწილი უნდა ქონოდათ და აბა რა იქნებოდა. დიდი ამბავი იყო, სასტრაფო, პოლიცია, სავსე იყო. გონი გაიქცა და ვერაკავებენ იმ ქალს. დიახ, მინდა გაჩვენოთ სადარბაზო, რომელიც მთლიან სისხლით არის მოსრული, ამ დრომდე 7-ვე სართულს, 7-ვე სადარბაზოს დერეფანს ამჩნევია სისხლის კვალი. აქ გვიან ღამემდე მიმდინარეობდა საგამოძიებო მოქმედებები, როგორც ადგილობრივები გვეუბნებიან, ადგილზე იმყოფებოდა 2 სასტრაფო დახმარების ბრიგადა, 2 ავტომობილით და ასევე ადგილზე გვიანობამდე მუშაობდნენ ექსპერტ კრიმინალისტები, სამართალდამცველები, თუმცა როგორც მოგიყევით, ჯერჯერობით უცნობია შინაგან საქმეთა სამინისტროს პოზიცია, რას უპირებს მისი მომავალი მეუღლის და ასევე ახალგაზრდა ქალის დაჭრაში მხილებულ ახალგაზრდა ქალბატონს, მას ხელბურკილი ჯერჯერობით შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით არ დაადეს, თუმცა ის განყოფილებაშია გადაყვანილი, იკითხება, მას 117 მუხლით ედავება შინაგან საქმეთა სამინისტრო. მადლობა სოფო, პირდაპირ ეთერში სოფო ნიაური საუბრობდა.